Salami megobrebbo, riti davasრულეთ ჩვენ წინა შეხვედრა და წინა ვიდეო საუბარი. ეს სლაიდი იყო კულინარიაზე არის საუბარი, მაგრამ როგორც მოვილაპარაკეთ, ყოველთვის კულინარიით სარგებლობთ იმისათვის, რომ ის კანონზომიერებები, რაც ჩვენ რეცეპტებთან მუშაობაში, კულინარულ საქმიანობაში და ოპერაციებში, რასაც დავინახავთ, რაც ჩვეულებრივია და ყველასთვის ცნობილია, განვაზოგადოთ. ანუ დავინახოთ, რომ უფრო რთული, უფრო შეიძლება მასშტაბური საქმიანობა იგივე კანონზომიერებებს ეყრდნობა. რეცეპტის ავტორი. ეს არის ინფორმაცია გარკვეული ინსტრუქციის სახით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. სურათით შეიძლება მოყვებოდეს ამას. ინფორმაციის მიმღები იწყებს ფიქრს და აზროვნებას, როგორ შევქმნა აი ასეთი ახალი ტიპის ობიექტი ჩემს რეალობაში. არა მარტო კულინარიას ეხება ეს ყველაფერი, არამედ ნებისმიერ საქმიანობას, როდესაც გვაქვს გაგზავნილი ან მიღებული საინფორმაციო გზავნილი და ვცდილობთ, რომ ან მივაწოდოთ სხვა ადამიანს ინფორმაცია ჩვენი რეალობის შესახებ და ჩვენი ობიექტების შესახებ, ან ვიღებთ ამ ინფორმაციას და ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ და შევქმნათ გამოგზავნილი აბსტრაქტული აღწერით იმ სისტემის ახალი ობიექტი ჩვენს რეალობაში. ნახეთ, ერთი მხარე, მეორე მხარე, ერთი მხარე უგზავნის ინფორმაციას მის რეალობაში არსებულ ობიექტზე, მიღები ფიქრობ, მივიღო ეს ინფორმაცია, განახორციელო, მივიღო ასლი და საბოლოო ჯამში გავსინჯო გემო. როდესაც ორი აი ასეთი რეალობა და ორ სხვადასხვა რეალობაში მყოფი ობიექტი უკავშირდება ერთმანეთს, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება აი ამ ორ რეალობას შორის იყოს განსხვავება. ჩუკოტკის ესკიმოსებს ან გრენლანდიის შეიძლება გაუჭირდეს სეპელა არასოდეს არ უნახი. პრობლემა მე მგონი გასაგებია, რომ შეიძლება რეალობები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს. ჩვენ ვთქვით, რომ საჭიროა შეთანხმება ამ რეალობების. აი ამ მიღებულ რეცეპტში წერია, რომ ერთი ჩაის კოვზი ან ერთი სუფრის კოვზი, მაშინ რა უნდა ვქნათ? კოვზები უნდა შევადაროთ. გადახედეთ თქვენ სამზარეულოს, რამდენი ფორმის და რა მოცულობის კოვზები გვაქვს. კოვზი სულ სხვა ოპერაციისთვის არის მოფიქრებული და შექმნილი, მაგრამ რეალობა იქამდე მივიდა, რომ ჩვენ გვაქვს უკვე საზომი კოვზები. აი ესე საზომი კოვზები თუ არის ორივე სამზარეულოში, მაშინ რეცეპტის გამგზავნი და რეცეპტის მიმღებიც უკვე შეთანხმებულად იმოქმედებენ და ყველა რაოდენობრივი შეთანხმება, რომელიც რეცეპტში, ანუ აბსტრაქტულ წარმოდგენაში იქნება წარმოდგენილი, მაშინ იქნება ცალსახად იდენტიფიცირებული. როგორც სახაზავი, როგორც თერმომეტრი, ტრანსპორტირი გავიხსენოთ ეს ყველაფერი იქნება შეთანხმებული. ეხლა კიდევ ერთი საზომი გვაქვს ჩვენ ხოლმე სამზარეულოში, ჭიქა, ჩაის ჭიქა, პატარა ჭიქა, ასეთი ჭიქა, ისეთი ჭიქა, მაგრამ აქ წარწერები აღარ გაუკეთე, საზომი ჭიქა არის საუკეთესო საშუალება. ანუ ორივე სამზარეულოში, ორივე ლაბორატორიაში, სადაც არ უნდა იყოს გარკვეული შეთანხმება. თქვენ ამას მიჩვეულები ხართ და მე ამაზე ვლაპარაკობ იმიტომ რომ განზოგადოება მოვახერხოთ ჩვენ. როდესაც აი ესეთ ინფორმაციულ გზავნილებზეა საუბარი და ერთ ან მეორე გარემოში ახალი რეალობის, ანუ არსებული რეალობის ახალი ობიექტის შექმნაზე იქნება საუბარი. და აქედან გამომდინარე, მე მგონი ასეთი ზოგადი წარმოდგენაც ისევ უბრუნდებით ჩვენ გახსოვთ პირველი ჩვენი STEM ექსპერიმენტი, ჯერ არა ვართ მისულები, მაგრამ უკვე მეგობრები უკვე წერენ, იკავშირდებიან, როდის გაგრძელდება ამ ექსპერიმენტზე საუბარი და ზუსტად ველოდებოდი, როდის გაჩნდება უკავშირი, უკვე მომთხოვეს და მეც ჩავთვალე, რომ დრო დადგა, რომ განზოგადოების თვალსაზრისით ამასაც დაუბრუნდეთ. შეხედეთ, აი აქ ყველაფერი ჩანს. ანუ ის ამოცანაც უკვე მომწიფდა. მიაღწია უკვე თავის მიმღებს და რეაქციაც იყო, ვითმენ ხოლმე. თუ არ არის რეაქცია, მაშინ ისე ვჭიმავ დროს. დადგა დრო, რომ ესეც გავიხსენოთ. ყველაფერი არის აქ მონიშნული და აი ასეთი ინფორმაციული განმავითარებელი კომუნიკაცია უკვე არის ჩვენი მთავარი მიდგომა.
ექსპერიმენტამდე მივალთ. მაგრამ როგორც ვილაპარაკეთ, არა მარტო კონკრეტულ სამზარეულოში, კულინარიაზე თუ ლაბორატორიაში მუშაობაზე ვსაუბრობთ, არამედ კიდევ მსხვილი მასშტაბის ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი. შეხედეთ, ეს სლაიდი უკვე იყო, გავუკეთე ამას წარწერა. რაში არის საქმე, ამაში უნდა გავერკვეთ, რატომ ვერ განვითარდა ბოლო 25 წლის განმავლობაში, საუკუნის მეოთხე წლის განმავლობაში, რატო არ განვითარდა ჩვენი საზოგადოება, რატო ვერ მივიდა იმ დონემდე, რომ ინტელექტით ვისარგებლოთ. და მე ასე დასკვნას ვაკეთებ, რომ ინტელექტის ცნობიერების ჩართვის პრობლემა გვაქვს. ზომით და რიცხვით სარგებლობის პრობლემა. ძირითადი ჩვენი ინფორმაციული გზავნილები შეჯერებული, რაც გვაქვს უკვე აქამდე, 5 ჯერ შევხვდით უკვე ჩვენ ამ პრაქტიკულ ნაწილში, არის ცნობიერების ჩართვა, ცნობიერების ჩართვის მექანიზმი და ისევ მოდით გადავიდეთ ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ დავაზუსტოთ. ეს ხო იყო უკვე, რომ ცნობიერება დიალოგის უნარი საკუთარ თავთან. აი, კითხეთ საკუთარ თავს. რამდენ ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს. და რამდენად ხშირად ვსარგებლობ ზომით და რიცხვით. როდესაც მუშაობ სამზარეულოში, როდესაც საჭმელს ვამზადებ, ყოველთვის მუშაობ ამით, მაგრამ იმდენად არის ეს უკვე ჩვევად ქცეული, რომ ამაზე არც კი ვფიქრობ. ეს ბუნებრივია. მაგრამ რატომღაც უმრავლესობას გვიჭირს აი ამ წარმოდგენების გადმოტანა და განზოგადოება სხვა ნებისმიერ ოპერაციაზე გვავიწყდება. მე ვცდილობ რომ ამ ვიდეოთი შეგახსენოთ, რომ ამას ვფლობთ, მოდით განვაზოგადოთ ეს ყველაფერი და გამოვიყენოთ უფრო ფართედ. არაცნობიერად ვფლობთ და მოდით ცნობიერათაც უკვე გავაკეთოთ. რას ემსგავსება საკუთარ თავთან დიალოგი. აი თითქოს სარკეში უნდა ჩაიხედოთ. ეს სარკე არის თქვენი მეხსიერება. აი ამ სარკეში თქვენი გამოსახულების უკან დგას თქვენი მეხსიერება. რაღაც შეკითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს და თუ ეს შეკითხვა არის მოკლედ და კონკრეტულად ფორმულირებული, თუ ეს ინფორმაცია არის თქვენს მეხსიერებაში, ავტომატურად მიიღებთ პასუხს. ასეთი დიალოგი აუცილებლად უნდა გამართოთ. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც თქვენი ცნობიერება ირთვება. უნდა ავარჯიშოთ საკუთარი თავი და ბავშვებიც უნდა ავარჯიშოთ. ბავშვობიდან უნდა მივაჩვიოთ აი ამ საქმიანობას. აი ასეთი წარმატებული საქმიანობის სქემა. ანუ შეკითხვები არის რა გვინდა და აკვირდით ამას უნდა იყოს. არსებული მდგომარეობა რა გვაქვს ამ მიზნის მისაღწევად, რას ვაკეთებთ, რას ვგეგმავთ. აქ უკვე საჭიროა შემოქმედება, შეიძლება თქვენს მეხსიერებაში არ იყოს ამ ოპერაციების ერთობლიობა, მაგრამ უნდა იმუშაოთ უკვე მეხსიერების გარე წყაროებთან, ჩამოაყალიბოთ ეს ყველაფერი სიტყვიერად, ანუ საკუთარ თავთან დიალოგში უკვე გარე ინფორმაციას უნდა ჩართოთ. ჩაიწერება თქვენს მეხსიერებაში და იქნება უკვე თქვენი მონაპოვარი ამ ახალი რეალობის, ახალი ობიექტების შექმნისათვის. ანუ ეს გააქვთ უკვე მეხსიერებაში ძალიან კარგი და მოდით ესეთნაირად განვაზოგადოთ. რა შეკითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, საკუთარ თავთან დიალოგისათვის. ხო, უამრავი შეკითხვა არსებობს. კითხვების ფორმულირების კულტურა, პასუხის მიღების და გააზრების კულტურა ბავშვობიდანვე განვითარებული ძალიან დიდი მონაპოვარია. რამდენი შეკითხვა საჭიროა, რომ ჩაერთოს ჩვენი ცნობიერება. უამრავი შეკითხვა შეიძლება დაისვას, მაგრამ იქნებ შესაძლებელია მათი კლასიფიცირება, მეცნიერება ხო ამას აკეთებს და იქნებ სასრული რაოდენობა არის. თუ ეს რაოდენობა სასრულია, მაშინ ჩამოვწეროთ ეს ყველაფერი და ბავშვებთან ურთიერთობაში მივაჩვიოთ, არსებობს თუ არა ბავშვებისათვის გასაგები ენი დაწერილი რაღაც კრებული. იცით, აღმოვაჩინე, ამაზე გვექნება შემდეგ ჩვენს ვიდეოში საუბარი, მშვენივრად არის ჩამოყალიბებული. მეცნიერ მუშაკების სემინარები მიმყავდა, კითხვების სიით, არც კი მითქვია, რომ ეს ბავშვებისთვის არის დაწერილი და ბავშვებისთვისაც ამიკითხია მთელი კურსი ლექციების
არის, სადაც ყველაფერი საპროექტო საქმიანობა რამდენიმე შეკითხვის გარშემო ტრიალებდა და კრავდა ამას როგორც სისტემას. ნუ მოითა ესეთნაირად შევხედოთ, როდესაც საკუთარ თავთან გვაქვს დიალოგი, ესეთნაირად გამართული ყველაფერი, რაც არის ჩვენს მეხსიერებაში, თქვენს განკარგულებაშია, უნდა ისწავლოთ საკუთარ თავთან დიალოგი, ანუ საკუთარ მეხსიერებასთან მუშაობა, საკუთარი მეხსიერებით სარგებლობა.